COVID პანდემიამ ეგვიპტის ტურისტული ინდუსტრია საგრძნობლად დააზარალა. 2019 წლის მონაცემებით ეგვიპტეს 13 მილიონი ტურისტი ესტუმრა. თუმცა უახლესი ანგარიშით 2023 წლის პირველ ნახევარში ეგვიპტემ უკვე მიიღო 7 მილიონი ტურისტი, რაც ნიშნავს იმას, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას სავარაუდოდ 15 მილიონი ვიზიტორი ეყოლება. ჩვენი მიზანია, რომ წელს ეროვნულმა ტურისტულმა სექტორმა 15 მილიონი სტუმრის მიღება შეძლოს. ჩვენ მომავალ წელს 18 მილიონ ტურისტს ველოდებით. ჩვენი სტრატეგიაა ეგვიპტეში უფრო ხშირად შესრულდეს ფრენები. ასევე ჩვენი მიზანია გავზარდოთ სასტუმროს ნომრების რაოდენობა. 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ეგვიპტეში ტურისტების 62%-ზე მეტ შეადგენენ ევროპელები. არაბები კი მეორე ადგილზე იყვნენ 26%-ით. ტურიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეგვიპტის ეკონომიკისთვის. ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12% შეადგენს. ეგვიპტე 2028 წლისთვის 30 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს. ამბიციური სტრატეგია 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს. ხელისუფლება აპირებს ქვეყანაში სასტუმროს ნომრების რაოდენობა 215,000-დან 500,000-მდე გაზარდოს.